გამარჯობა დილამშვიდობისა ჩემო კარგო და კეთილო ხალხო, როგორ ბრძანდებით? მეც ძალიან კარგად. ცოტა დაღლილი ვარ, ჩემი ოთახიდან გამოვედი და ჩემი დის სამუშაო სივრცე ავითვისა. დიდი ალბათობით საღამოს ძალიან მეჩხუბებიან ამ ყველაფრის გამო, მაგრამ მე თქვენს გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი. არა და ყველაზე მეტად ცხოვრებაში მეშინია იმის, რომ ჩემი დები მეჩხუბნონ. იმიტომ მაგალითად ჩხუბი იცი, ორივე. ორი დამყავს, ორივე უფროსი. მე პატარა ვარ, ნაბოლარა. ხო. მაგრამ პატარა ნაბოზარიც მე ვიყავი. სულ ყველაფერს უც მე ვაკეთებდი ხოლმე ბავშვობაში. მე გავიზარდე. მე ის ვქენი. ხო და რო ვიზრდებოდი. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო უნივერსიტეტში ჩაბარება. ანუ განა უნივერსიტეტში ჩაბარებაა ცუდი. როგორც ჩავაბარე და როცა ჩავაბარე, ჩემთვის ეგ იყო ცუდი. მე ჩავაბარე 2011-ში. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 16 წელს ვიყავი, 17 ხდებოდი თუ რაღაცა. ან 17 ვიყავი, ახლა არ მახსოვს. ხო. უბრალოდ ძალიან ცუდი სისტემა გვაქვს რა. უნივერსიტეტის. უნივერსიტეტის კი არა. ქვეყანაში არის არასწორად დალაგებული რაღაცები რა. სკოლას რო დაამთავრებ, მე უნდა გქონდეს აი მამრებისთვის უფრო მარტივი შეიძლება იყოს. ეგრევე ჯარში წავსულიყავით ყველა. წარმოიდგინეთ, რომ საჯარისო განათლება გვექნებოდა. ეგრევე რომ წავსულიყავით რა, ანუ სკოლა დავამთავრეთ, საჯარისო განათლება მივიღეთ და პლუს კიდე მე რომ ჩამოვალთ, მე უკვე უფრო დაღვინებულები ვართ და შედარებით უფრო მეტად ვიცით რა შეიძლება გვინდოდეს ცხოვრებაში. იქნებ ჯარი გვინდა. მაგრამ არა. ჩვენთან ჯარი ისე ცუდად იყო ფორმულებული ჩემ დროს, ეხლა არ ვიცი რა ხდება, სიმართლე რომ გითხრათ. დიდად არ შეიძლება და არაფერი ალბათ, მაგრამ ჯარი ისე ცუდად იყო, რომ ჯარში მსახურება ნიშნავდა ვიშკაზე დგომას და ვიშკაზე დგომა არავის რო არ უნდა და მაგის გამო ყველა უნივერსიტეტში აბარებდა. ხო და უნივერსიტეტში ჩაბარება ეს ის არ არის რაღაც მაილსტოუნი არ არის ცხოვრებაში, უბრალოდ უეჭველი ჩააბარო, ეგრე არ არის რა. მე მაგალითად 3 თუ 4 უნივერსიტეტში მაქვს ნასწავლი. მე 3-ჯერ მაქვს ჩაბარებული უნივერსიტეტში. აი ეროვნულები მოდის და კაკრას კაი თემა არის. ეროვნულები ჩავაბარე 3-ჯერ. პირველად თუ ჩავაბარე 50-იანი გრანტი ავიღე თუ 70-იანი და მე მოვუმატე. იმიტომ რომ გავჩე და ჩემს უნდა რომ მე ჩამებარებინა რაღაც ხვაზე. მე არ ვიცოდი რაზე მინდოდა. მე მაინც მათემატიკა ჩავწერე. თუ პროგრამირება ჩავწერე, მათემატიკა მიყვარდა ძალიან და დღემდე კარგად ვიცი და მაგის გამო პროგრამირება ჩავწერე და პროგრამირებაზე რო ჩავაბარე უნივერსიტეტში დამხვდა ეგეთი სიტუაცია, რომ კოდის წერას მთხოვდნენ დაფაზე. დაფაზე კოდი როგორც გესმით ზუსტად ეგრე. მე გამოცდაზე მივედი და ფურცელზე დამაზარინეს კოდი. ასტით. მეთქი არ მინდა რა. გადავედი მე გეოგრაფიაზე. ბოლოს მივაგენი მარკეტინგს, მარკეტინგი დავამთავრე ერთ უნივერსიტეტში. მე მეორე დრო ჩავაბარე გპ-ში ვიყავი, გპ-ში ტელეკომუნიკაციის ინჟინერია დავამთავრე. არა და იდეაში მანსანკანის გამო ვიყავი მანდ, იმიტომ რომ მანსანკანის შიდა საუნივერსიტეტო მანსანკანი ჰქონდათ და მაგას თამაშობდი და რაღაც შეღავათები მქონდა და ყოველდღიურად არ მიწევდა. დასწრების ქულებზე არ მაწვალებდნენ და პარალელურად მუშაობას ვასწრებდი ხოლმე რა. ხო და უნივერსიტეტში რო აბარებ. და უშუალოდ თბილისელი თუ არ ხარ და უნივერსიტეტში აბარებ საქართველოში. კი რა ხო გინდა. თბილისში უფრო მარტივად იშოვება ფული ვიდრე სხვა ქალაქებში და იმაში, სოფლებში ხო? მაგას ხო არ უნდა ზედმეტ ლაპარაკი. და წარმოიდგინე რომ ქირა უნდა იხადო თბილისის. რაც საკმაოდ ძვირი არის, ყველა დამეთანხმება ალბათ. პლუს კიდე უნივერსიტეტში შეიძლება 100%-იანი გრანტი არ გქონდეს. მაგაზეც უნდა ისქნა. უბრალოდ ძალიან რთულია სტუდენტობა რა. სამსახური თუ დაიწყე ხო ვეღარ სწავლობ მე რა, ფაქტობრივად ყუილად ხარ რა. იმიტომ რომ მე მაგრა გამჭირდა თან სწავლა და თან ისა იაქვია. თან მუშაობა. ხო და იცით რა უნდა ქნათ აბიტურიენტები, ვიღაც ადამიანები ვინც სწავლობენ თქვენი ნაცნობები, უნდა გამოართვათ იმენა აი ყოველდღიურად რასაც სწავლობენ იმის ისენი. ყველაზე ცუდი საგნების სწავლა რაც უწევთ, იმ საგნების სასწავლი მასალა უნდა გამოართვათ ერთი კვირის რა.
და უნდა წაიკითხოთ და გინდათ მაგის სწავლა თუ არ გინდათ რომ იხდეთ რა. მე ეგრე მგონია, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის მეც, საერთოდ აზრზე არ ვიყავი რისი სწავლა მინდოდა. როგორც გაირკვა საბოლოო ჯამში, ჩემი სურვილი უფრო მარკეტინგთან ასოცირებული რაღაცები იყო რა. იმიტომ რომ კრეატიული ტვინს პატრონი აღმოჩნდი. ხვდები ამ ყველაფერს ახლა მეც და ვაღიარებ, ბავშვობაში ვერ ხვდებოდი ხოლმე რატო ვიყავი კრეატიული სხვები როცა მეუბნებოდნენ, მაგრამ ახლა ხვდები რა. და მანდელან გამომდინარე მე მივხვდი ჩემი სწავლის იმას 25 წლის ასაკში რისი სწავლა და კეთება მინდოდა ალბათ 25 წლამდე რამით უნდა დავკავდეთ რა ანუ ეგრე მარტივად არ გამოდის მე ვფიქრობ რომ ყველაზე კარგი იქნება თუ რაღაც კონკრეტული პროფესიების შესწავლას დაიწყებთ კოლეჯებში რა ანუ კოლეჯებიც ხო არსებობს მაგრამ კოლეჯში სწავლა რატომაც ეგრე ხება ჩვენ ქვეყანაში ხალხს არა და კონკრეტულ პროფესიას ისწავლი კონკრეტული პროფესია გეცოდინება და მე კიდე ბაკალავრის დიპლომი რაში გენდომება მაგის მიხედვით იქნება და ის საერთოდ აღარ გინდა იქნება ისეთ კაი სამსახური იშოვე რომ კიდია რა სხვა უნივერსიტეტი არის ზედმეტი ისა რა თან რაღაც ისწავლა ერთ წელში რომ შეგიძლია აი მართლა მე კოლეჯის იმას უფრო ვემხრობი იმიტომ რომ კოლეჯში ერთ წელში გასწავლიან რაღაც კონკრეტულ საქმეს და მე ამ საქმით იმუშავებ და რას გინდა იმას გავაკეთებ რა მაგრამ აი უნივერსიტეტში 4 წელი უნდა მიაკლა თავი რომ ჩააბარებ იმაზე რაღაცა რა ვთქვა რა პროგრამირებაზე რომ ჩააბარებ უნდა გასწავლონ კალკულუსი ვაში მჭირდება კალკულუსი აუ მათემატიკა რო არ მწოდნოდ აქ ხო ვერ მოვხვდებოდი ისედაც კიდე მათემატიკას ადო მასწავლეთ მაგრამ მე მათემატიკა მიყვარს რა რო არ მოგატყუოთ ოფიციალურად მათემატიკოსი შეიძლება ვიყო რა ჩემ თავს ეგრე დავახასიათებდი მათემატიკოსი იუმორისტი დონდლო აი დონდლობა არ ცოტა მაგრამ თლა ჩემი ბრალიც არ არის ხა რა ძალით არ მიქნია ეს ყველაფერი გავსუქდი ძალიან ცუდადაა მოწყობილი რა მოკლედ რა მთელი ეს უნივერსიტეტების ამბები. უნივერსიტეტებს ჭირდებათ ღია კარის დღეები ჭირდებათ ოღონდ უფრო ინფორმატიულები რა. ესე უბრალოდ რომ შედიხარ და ჭდები და აი ვიღაცა პროსტა გეტენებიან რა. ანუ ღია კარის დღეზე რომ მიდიხარ გევლებიან თავზე რომ აი ოღონდ ჩვენთან ჩააბარე. მე მიხვალ ჩააბარებ და იჩდები აი რაღაცა არარეალურ სირობაში რა და აი რამენაირად შიდა ინფორმაცია უნდა გამოტყუოთ რა უნივერსიტეტებს იქამდე სანამ უნივერსიტეტს ჩააბარებთ ეს ერთ დრო ვაბარებდი მე 6 საკანი ჩავაბარებ თუ რაღაც გარიკულები კი მყავდა გენაცვალოს შემთხვევ და ინგლისურში დამემართა მაგარი რაღაც ინგლისურის გამოცდაზე თემის წერას რომ მოვრჩი და იმეების გადაყვანა რომ დავიწყე პასუხების ვნახე რომ ერთი ფურცელი მქონდა გამოტოვებული. ანუ ეს გვერდი რო გადავშალე, ერთი მთლიანი ფურცელი გამოტოვე, 4 წელი დავალება, 22 ქულის. როგორც გინდათ ისე გაიგეთ, 22 ქულა გამოტოვე. და მეზარა რა. ბარემ ვამსებ თქო უკვე თქო, ჩავაბარე და წამოვედი 78 ქულა ავიღე ზუსტად. ინგლისური კარგად ვიცი. მაგრამ გამოცდებიც ისეთი არის. აი უნარები მომწონდა, უნარები ცოტა ისეთი იყო რა. თუ ძალიან ანუ უნივერსიტეტში ყველა მაგრამ ხო არ უნდა ჩააბაროს რა ეხა. ისეთ რაღაცას დავფიქრდი რომ ამის თქმა ღირს თუ არა თქო და ღირს აბა არ ღირს. თუ ძალიან შტერი ხარ უნივერსიტეტში არც უნდა იყო რა. რა უნდა ისწავლო? რა ის შტერი თუ ხო უნარებს თუ ვერ აბარებ? რა არა შენი საქმე რა ანუ აი შტერი არ არის ნეგატიური სიტყვა რა. თუ ვერ ჩააბარ უნივერსიტეტში წავდი სხვა რაღაცა მონახე კაცო. ყველა ადამიანს ხო არ აქვს აუცილებლობა რომ რაღაცა 7 წელი დიპლომი ეგდოს სახლში და ისინი იყვნენ დოქტორის ხარისხები ჰქონდეთ მათემატიკაში. არ არის ეგ აუცილებელი რა. ვიღაც ადამიანები ხატრები არიან, მაგრამ აი არ შეუძლიათ ეს 4-ჯერ 4-ის დაწერა გამართულად და გგონიათ რომ რაღაცა რომელიღაცა ჯიპის ისა უკანა ბორბალიზე უნდა ეწეროს რა გარჩა. არ არის ეგ ისა რა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი უნივერსიტეტში არ უნდა აბარებდეს და საქართველოს პრობლემა ეგ არის, რომ ყველა ადამიანი აბარებს უნივერსიტეტში, იმიტომ რომ უნივერსიტეტი არის პრესტიჟი რაღაცა. ეგ როდის უნდა გადავიდეს მოდიდან. საერთოდ არ გვჭირდება ეგეთი რაღაცა რა.
ბევრად უფრო ბედნიერები ვიქნებით, როცა ერთმანეთს არ დავავალდებულებთ რაღაცების გაკეთებას, რა განსაკუთრებით მშობლების შვილებს. უყურე, ილია თოფურია და ის რო არიან, ალექსანდრე თოფურია, ეგორი ადგნენ და გამოვიდნენ სკოლიდან. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ეგრე მგონია, იმიტომ რომ რაღაცა ის მაქვს მოწმენდილი, რომ მამამისთან მივიდნენ ილია და ალექსანდრე და უთხრეს, რომ ჩვენო, არ გვინდაო რა, ეს სკოლაო და გვინდა რომ მთელი დღე ვივარჯიშოთ და გამოვალთო სკოლიდან. მამამისმა უთხრეს, თუ მთელი დღე აპირებთ ვარჯიშო, გამოდით. ეგაა მამაშვილობა ძმაო. ეხლა წარმოიდგინეთ, ილია თოფურიას დრო რო ეხარჯა რაღაცა უნივერსიტეტში, რაღაცა იმაზე. და ჩვენთან არა ძმაო, აი ძიუდოისტი ვიღაცა გორში ყველას რო ბეჭზე აგდებს, იმე მშობლები აიძულებიან რომ ჩააბარა ეხა ეკონომიკაზე. რა ეკონომიკა? აი რა ეკონომიკა? ადამიანს აქვს ნაპოვნი თავის თავი, ხო, აცალე შეარგე ეს ცხოვრება. მეც მაგრა დამსტრესეს ჩემებმა, იმან გინდა თუ არა უნდა ჩააბარო, მაგრამ მე ფიზიკური ნიჭები იმდენად არ მაქვს, ამდენადაც ინტელექტუალური და აქედან გამომდინარე, ჩემთვის უკეთესი იყო, რომ ჩემებარები რაღაცა დისციპლინა მაინც ვისწავლე იქ რა, სხვა თუ არაფერი და ის ვისწავლე, რომ არავის არ უნდა ენდო. იმიტომ რომ ვისაც ვენდა გან უნივერსიტეტის პონჩი ვისაც ვენდა უნივერსიტეტ ლექტორს რა, რამე ეგეც მაგრავინანე ყველა და ეგეთ რაღაცებს მაინც სწავლობ რა, ცხოვრებისეულ რაღაცებს უფრო ისწავლე უნივერსიტეტშიც და სკოლაშიც, ვიდრე სხვაგან. სკოლა უცილებელია. ნახეთ, საქართველო არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ზოგადი განათლებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ანუ ჩვენ ქვეყანაში შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა რაღაცები არ იცოდნენ, მაგრამ ის მაინც იციან, რომ საფრანგეთის დედაქალაქი არის პარიზი. ამერიკის განათლების სისტემა, ნახეთ, ამერიკის განათლების სისტემა როგორაა მოწყობილი. იქ მხოლოდ თითო პროფესიას იღებენ და სწავლობენ იმ პროფესიას და მეტი არაფერი არ იციან დედამიწაზე. ვაფშე რა, აი ესე ჰაერში არიან გამოკიდილი. კიდეც ევროპაში კიდე უფრო მეტად კარგი არის განათლება, მაგრამ აი ამერიკაში მართლა ეგრე არის, რომ აი ვაფშე არაფერი არ იციან. საერთოდ რა პარიზი, ევროპის დედაქალაქი გონიათ, რა იტალია და ეგეთ რაღაცებს იძახიან ხოლმე. თავიდან მეგონა რომ ეგ ტყუილი იყო, მაგრამ მე შევხვდი რამოდენიმე ამერიკელს, ვისაც ძალიან ისეთ საამაყო განათლება ჰქონდათ მიღებული და რა ვიცი ძმაო, შეიძლება პროგრამირებაში სუპერ ტოპები იყვნენ, მაგრამ ის არ იცოდნენ, რომ ეხა პარიზიდან რომში ვერ გადავიდოდნენ 12 წუთში, იმათ ეგონათ რომ გვერდი იყო. ხო და ეხა ჩვენ ქართველებმა ეგ ვიცით. და ეგ არის კაი პლაცდარმი რა, როცა ეგეთი კარგი პლაცდარმი გვაქვს, ანუ სკოლაში ბევრ კარგ რაღაცას რო ვსწავლობთ, რა ზოგად განათლება არის რა. ანუ მანდან გამომდინარე, ჩვენი ტვინი უფრო ჭკვიანდება და უფრო მეტ კარგ რაღაცის ათვისებას უფრო სწრაფად ავითვისებთ რაღაცებს რა. ზოგად განათლება აუცილებლად საჭირო არის, აი აუცილებლად და მაგას კიდე ზევით უნდა დავამატოთ ის, რომ ვისაც რა გამოგვდის, მე იმას რომ მივყვეთ. იმიტომ რომ უყურე, თუ ძიუდოისტი ან ფეხბურთელი ან რავი ბოქსიორი ხარ, მაინც გინდა არ გინდა გჭირდება ისეთი განათლება, რომ იქ ჭკუამ უნდა ისქნას რა. ჭკუა მაინც გჭირდება რა, ანუ ფიქრის აზროვნების უნარი აუცილებელი არის რა, მიუხედავად ყველაფრისა რა. მა ვიდეოს ვიღებ რამე არ მაგინო. არ მაგინებს ალბათ. ხო და მოგენატრაო ეხლა მეკითხები. მე და მომჩემი ვართ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დუეტი. ორივე ერთნაირი ადამიანი ვართ და მაგის გამო ვერ ვუგებთ ხოლმე ერთმანეთს. რა არის? ბაზარში იყო ის საზამთრო მოთანილი. მაგ საზამთროს დავაყუმბარა. მაგრამ ხო მაგას ვიძახი რა, ანუ ბოქსიორსაც, ძიუდოისტსაც და იმას აზროვნების უნარი ჭირდება, აზროვნების უნარს ავითარებს ყველაზე მეტად ზოგადი განათლება. ზოგადი განათლება რო გაქვს ამ აზროვნების უნარს შენს ნებისმიერ საქმეში, რასაც არ უნდა ირჩევდე, საბოლოო ჯამში გეხმარება ეგ ყველაფერი რა. ხო და მე აუცილებლად ვემხრობი იმას, რომ ყველას მქონდეს კარგი ზოგადი განათლება და მაგ ზოგადი განათლებიდან გამომდინარე მე უკვე თვითონ გადასაწყვეტად რაღაცა დრო უნდა გვეძლეოდეს რა. რაღაცა შანსი უნდა გქონდეს, რომ ავირჩიოთ რისი სწავლა გვინდა და რისი არა. ხო და რავი, მაგაში მაქსიმალურად მეტი რჩევა იკითხეთ რა, როცა რაღაცაზე აბარებთ, ყველას გარშემო ვინც ხავთ, ყველას აუცილებლად კითხეთ. იმიტომ რომ თქვენ რო გგონიათ, რომ ეკონომიკას სწავლა იქნება, რომ აი ბევრი ფულების თვლაში ვიქნები მთელი ცხოვრება. თქვენ მარტივი საქმე არ არის, ძალიან რთული არის ბევრი ფულის თვლა, როცა პასუხისმგებლობა არის. ერთი შეცდომა და ეგრევე რო გზაზე ხარ. ეგრევე. ან შენ თუ არა
ანუ შენ ხო ზიხარ უოჯბელი და კიდე ვიღაც მოგაყოლებენ ხო ვინც ხელი მოწერა რაღაც თუ რამე დაგჭირდებათ რჩევა აუცილებლად გკითხეთ მე არ მაქვს პრობლემა ნოტიფიკაციების კი არ მაქვს გამართული ყველა კომენტარი მომდის როგორც კი დაწერთ რა და ეგრევე მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ გიპასუხოთ ძალიან მიყვარხართ ძალიან დიდი მადლობა ამ ვიდეოსთვის მე მგონი ბევრად უფრო ინფორმატიული იყო და ბევრად უფრო მოკლე დროში ჩავატიე არ ვიცი რამდენი წუთია მაინც შემხედო 15 წუთია მე მგონი საკმარისი უნდა იყოს რა იმისთვის რასაც საუბრობდით ანუ საკმარისი რა მოკლა შეჯამება გაკეთდება ამით და აუცილებლად ყოველთვის გიკითხეთ თქვენი ისინი რჩევები სად ჩააბაროთ რაზე ჩააბაროთ რითი ჩააბაროთ და ასე შემდეგ იმიტომ რომ ძალიან რთული არის 18 წლის ასაკში ეგეთი გადაწყვეტილების მიღება რომ მთელი ცხოვრება მაგის გაკეთება გინდა თუ არა აი 18 წლის ასაკში შექმნილი ოჯახები ძირითადად ხო ვერ ძლევენ ბოლომდე ხოლმე რა იმის გამო რომ არ ვიცი რა მაგ მომენტში რა გინდა რა იმიტომ რომ პატარა ხარ 18 წლის ადამიანი არ არის დიდი 18 წლის ადამიანი არის პატარა უბრალოდ აქვს რაღაც ლეგალურად მინიჭებული უფლებები დრო და დრო ხო ანუ პატარა რა მეც პატარა ვარ რა ეხლა 50 წლის კაცისთვის მეც პატარა ვარ აუცილებლად მაგრამ მე რო ახლა 30 წლის ადამიანიდან რო ვიყურები აქედან ამ პლატფორმიდან რო ვიყურები აქედან 18 წლის ადამიანი ძალიან პატარაა ჩემი 18 წლის თავი რომ მახსოვს მანდან გამომდინარე უფრო თან მე 16 ვიყავი რომ ჩავაბარე თქო ეგეც არ დაგავიწყდა შეიძლება მე უფრო მეტად განვიცდი მაგას მაგრამ რავი მოკლედ კარგად იყავით არხი გამოიწერეთ ვიდეო დაალაიქეთ თუ მოგეწონათ და თუ რამე ისეთ აპირებთ ჩაბარებას რაც არ იცით რა არის ან გონია რომ იცით ყველა ვარიანტში ვიღაცას კითხეთ რა რჩევა ეგეთ მომენტებში რჩევებს მშობლები კარგს კი უნდა იძლეოდნენ წესით მაგრამ არასწორს იძლევიან იმიტომ რომ ძირითადად კარგი სამსახურები რა პროფესიებთანაც ასოცირდება ისეთ პროფესიებზე გეუბნებიან რომ აბა ეს ცადე ხო და ეგრეც არ არის თლად მაგას ჯობია რომ ისე 30 წლის ხალხს კითხოთ რაღაცები თუ თქვენი მშობელი 30 წლისაა და თქვენ ახლა აბარებთ მაგ შემთხვევაში აუცილებლად პოლიციაში გვაქვს დასარეკე ან მამის ან დედის გამო იმიტომ რომ არ გამოდის ეგრე ფიზიკურად მიყვარხართ კარგად იყავით